Ლოშილმა განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და ამერიკის შეერთებულ შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას შესვლა შემთხვევითი არ იყო. მარგულაშვილი აღნიშნავს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, მისივე შეფასებით ურთიერთობებს დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენ ხედავთ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. უნებრივია სრულიადაც არ იყო შემთხვევითი, როდესაც პრეზიდენტი ობამა დაესწრო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. ეს იყო ძალიან მკვეთრი გზავნილი და ნათელი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გააჩნია დიდი პოტენციალი და ბუნებრივია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოკავშირე ნატოში გაერთიანების პროცესში შეერთებული შტატები, როგორც ხედავთ, ნათლად გამოხატავს თავის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. პროცესი, რომელიც უნდა განხორციელდეს ნატოს სამიტი, რომელიც იქნება შემოდგომაზე, ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ჩვენი ევროპელი მეგობრები და კოლეგებიც გაიზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის მხოლოდ პოზიტივი არა მარტო საქართველოსთვის და ნატოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და გლობალური